თურქეთის მიერ საზღვრის კვეთაზე დაწესებული ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებზე ქვეყნებს შორის კონსულტაციების დასრულებამდე არ გავრცელდება. ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ თურქულ მხარესთან აქტიური კონსულტაციები გაიმართა, მათ შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის. საქმე ეხება ცვლილებებს, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1 იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე მცირე დროით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ითვლება. ახალ რეგულაციას სარფის საბაჟოსთან საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოყვა. აქციის მონაწილეები თურქეთში მუშაობენ და საზღვარს ორივე მიმართულებით ყოველდღიურად კვეთენ. კონსულტაციების დასრულებამდე აღნიშნული რეგულაციები თურქეთის მხარის მიერ მიღებული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით არ იმოქმედებს. ეს არის სატელეფონო საუბრის შედეგი შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის და ჩვენ შესაბამისად უკვე გავაგრძელებთ მათთან მუშაობას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი იყოს ორივე მხარისთვის მისაღები.